მოდით ვისაუბროთ საქართველოზე. დიახ, რა გვაქვს საქართველოზე სათქმელი? ფიქრობ კიდევ მოგვიწევს კამათი. როგორც ქართულმა ოცნებამ აღწერა საკუთარი თავი, ისინი პასიური რუსოფობები არიან. ისინი ომში არ ერევიან, თუმცა ანტირუსულად არიან განწყობილნი. ეს მათ თავად განაცხადეს. ასევე მეგობრები მყავს, რომლებიც ადრე ხელისუფლებაში იყვნენ და ეს ვიცი. ვინ არიან პასიური რუსოფობები? ისინი კრიტიკის ქარცეცხლში იმიტომ მოექცნენ, რომ პრაქტიკულად პრორუსულ ორიენტაციაში დაადანაშაულეს. 5 წლის განმავლობაში ვიყავი ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხებში. ქართული ოცნება რუსოფობი არ არის. შეიძლება ითქვას, რომ ქართველები არც პასიური და არც აქტიური რუსოფობები არ არიან. იქ მე მეგობრები მყავს, რომელთაგან ერთ-ერთი სიძე კალაძეა. ის უბრალოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, რადგან ორი ვაჟი ჰყავს, რომლებიც ოფიცრები არიან და შავი ზღვის ფლოტში მსახურობენ. ჩემი მეგობარი კი ზედმეტად პრორუსულად მიიჩნიეს. ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ზუსტად ამ მიდგომას მისდევენ. ეს 2 კვირის წინ მოხდა. მოიცადეთ, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ მათ სააკაშვილი დააპატიმრეს. სააკაშვილი თავად მმართველი პარტიისთვის არის საფრთხე. სწორედ ამიტომ მოიქცნენ ასე. და ისინი დევნიან მათ, ვინც უკრაინის მხარეს ებრძვის. ეს მებრძოლები უკანონოები არიან. მინდა ეს შეგახსენოთ. ისინი უკანონოებად გამოცხადდნენ, რადგან სააკაშვილის ხალხი არიან. არ ვკითხულობ თუ რატომ მოხდა ასე, მე მხოლოდ ფაქტების კონსტატაციას ვახდენ. ამავდროულად 2 კვირის წინ მათ ამერიკული თვითმფრინავებისთვის ცა გახსნეს. და რატომ უნდა დაეკიდათ მათ ცა ამერიკული თვითმფრინავებისთვის? რას გულისხმობთ? გასულ შაბათს და კვირას 4 ამერიკული C-130 სატრანსპორტო თვითმფრინავი დაეშვა თბილისში, საქართველოში. და რატომ არ უნდა მიეცათ ქართველებს ამის უფლება? ისინი რა ჩვენი ორგანიზაციის წევრები არიან? იმიტომ რომ ნატო იქ წვრთნებს ატარებს და ეს წვრთნები ახლახან დაასრულეს. გახსოვთ ქართული მანქანები წინა ხაზზე რომ იყვნენ მთელი ამ აღლუმის განმავლობაში. მაგრამ ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ამერიკელებთან ერთად იყვნენ. მერე რა, განა მათ ჩვენ უნდა ვუყვარდეთ? მინიმუმ ნეიტრალურები უნდა იყვნენ. თუმცა ისინი არასდროს ამბობენ, რომ სურთ ნეიტრალიტეტი. ისინი საკუთარ ურთიერთობების სისტემას ქმნიან. დააწესეს თუ არა სანქციები ჩვენ წინააღმდეგ? არა. ასე რომ მოქცეულიყვნენ, მათი ეკონომიკა დაზიანდებოდა. მაგრამ ფაქტია, რომ არ დაუწესებიათ სანქციები. რა უნდა უთხრათ მათ ახლა? აღარ შემოუშვათ ამერიკული თვითმფრინავები? უპირველესად ეს ჩვენი საქმე არ არის, ეს ხომ ჩვენი ქვეყანა არაა? კარგით, მაგრამ როდესაც ეს თვითმფრინავები ჩვენი საზღვრის გასწვრივ დაფრინავენ, ისინი ჩვენი საზღვრის გასწვრივ არ დაფრინავენ, ისინი საქართველოში დაფრინავენ. ისინი საქართველოში დაფრინავენ, თუმცა არ უნდა დაუშვათ, რომ უსაფრთხოდ იფრინონ ჩვენი საზღვრის გასწვრივ, რადგან ისევ შეამჩნევენ. მაგრამ ჩვენი თვითმფრინავებიც ხომ დაფრინავენ საქართველოში? მათი თვითმფრინავებიც დაფრინავენ ჩვენს საჰაერო სივრცეში. ამას სამოქალაქო თვითმფრინავები აკეთებენ და არა სამხედრო საჰაერო ხომალდები. ეს სრულიად სხვა საკითხია. ისევ და ისევ ეს ამ დამოუკიდებელი სახელმწიფო საქმეა. მომისმინეთ, ჩვენ მათთან 2008 წელს ვიომეთ. რატომ უნდა ვუყვარდეთ მათ ჩვენ? რატომ უნდა გვიყვარდნენ ჩვენ ისინი? ფაქტი, რომ ქართველები ახლა ცდილობენ როგორმე თავი აარიდონ მთელ ამ კონფლიქტს, უკვე კარგია. ჩვენ ახლა ვცდილობთ გამოვასწოროთ გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩვენ მიერ გატარებული პოლიტიკის შეცდომები. რატომ ფიქრობთ, რომ მათ ჩვენ უნდა ვუყვარდეთ? რისთვის? გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.